მოგესალმებით, ეთერში არის რუბრიკა თავისუფლების მებრძოლთა კლუბი. მე გახლავართ კლეოპატრა ქარუმაშვილი და დღეს ჩვენი სტუმარი არის განათლების სფეროს წარმომადგენელი, ტექნიკური მიმართულებით უსაფრთხოების სპეციალისტი მარიკა სარჯველაძე. გამარჯობა, გვიხარია რომ დღეს ვიწყებთ თქვენი გაცნობით. ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალი სახეების პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენა და მით უმეტეს ისეთი მრავალფეროვანი გამოცდილების და განათლების მქონე ადამიანების, როგორიც თქვენ ხართ. თუ შეგიძლიათ რომ პირველ რიგში მოგვიყვეთ საკუთარ თავზე განათლების და პროფესიული საქმიანობის ჭრილში. კეთილი. მე გახლავართ ფილოსოფოსი და სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის მაგისტრი. თუმცა ამ ეტაპისთვის ჩემი პროფესიული კარიერა ცოტათი განსხვავებული მხრივ წავიდა, საჭიროებებიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენი მდგომარეობა არ გვაძლევს იმის ფუფუნებას საქართველოში განსაკუთრებით დასაქმების მხრივ, რომ რეალიზდეთ იმ პროფესიით, რომელსაც თავიდან შევარჩევთ და ვერ გებით ბაზარს. დღეისთვის ჩემი პროფესიული მიმართულება არის ტექნიკური სფერო, ტექნიკური უსაფრთხოების სფერო, ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ ამ მიმართულებით. თუმცა რაც შეეხება განათლებას, აქაც ვცდილობ, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოვიყენო. მაქვს საკუთარ თავზე მორგებული, მარტივად რო ვთქვათ, და ვცდილობ დავტესტო სხვადასხვა სახის მიმართულება, კონკრეტულად აქ გულისხმობ განათლებას სკოლის ასაკის ბავშვებისთვის და ჩემს მოსწავლეებთან ვცდილობ, რომ ეს თითქოს რეფორმების სახით შემოვიტანო და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს ამ მხრივ. ძალიან სასიამოვნო, გვჭირდება რეფორმატორები. ვისაუბროთ ასევე სამოქალაქო წინააღმდეგობაზე, იმიტომ რომ თუნდაც ადამიანის უმრავლესობა ერთმანეთს რო ვიცნობთ, ეს არის იმ სამოქალაქო პროტესტის დამსახურება, რაც იყო და ზოგადად ძალიან დიდი ძვრები მოახდინა ჩვენს როგორც კარიერულ, ასევე პიროვნულ განვითარებასა თუ ქმედებებში. ამიტომაც მითხარით თქვენ პასუხი უკავიც, მაგრამ მიდექით თუ არა წინააღმდეგობაში დგახართ თუ არა, რა მიმართულებით და ზოგადად რას ფიქრობთ წარსულ და არსებულ სამოქალაქო წინააღმდეგობაზე? რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციებში ვიღებდი მონაწილეობას, თუმცა უფრო აქტიურად ვიდრე ახლა. თუმცა შეიძლება აქტიურობა მოდი განსაზღვროთ ისე ფიზიკური აქტიურობა ან აქტიურობა ზოგადად თუნდაც სოციალური მედიიდან. ფიზიკურ აქტიურობაში ჩავთვალოთ ის, რომ აქციაზე რამდენიმე 1000 ადამიანი ერთად ვიკრიბებოდით, საერთო აზრს გამოვხატავდით, შეიძლება არა ვერბალურად, არამედ ერთმანეთთან გვერდით დგომით. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ბრაზით, რადგან როდესაც გასაბრაზებელი ობიექტი არის ახალი და მათ შორის მოდი გავიხსენებ პოლიტიკურ განცხადებებს, რადგან ახალი ტალღა ყოველთვის მოდიოდა ხოლმე ეგრეთ წოდებული ხელისუფლებიდან არასწორი განცხადებების საფუძველზე. რაც წარმოშობდა შემდეგ მასიურ ტალღას, რომელიც არსად არ დაკარგულა, მიუხედავად იმისა, რომ სიჩუმე არის. ახლა ძირითადად ჩართული ვარ უფრო სოციალური მედიის მხრივ, რადგან ვფიქრობ, რომ ის ხალხი, რომელიც აქციაზე დგას და დღემდე აქტიურად მონაწილეობს, მათთვის ისედაც ცხადი არის ყველაფერი. მაგრამ გვაქვს სხვა რეალობა, სხვა ალტერნატივა, ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ გარკვეულან თუ რას ემსახურება ეს პროტესტი, რას ვაპროტესტებთ. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის ასევე რაღაც ნაწილის როლი, თუნდაც არა ყველასი, რომ საზოგადოების იმ ნაწილამდე, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, რას ვაპროტესტებთ, რისთვის ვაპროტესტებთ, რომ არ არის ეს ჩვენი საკუთარი ახირება, რომ ეს არის საერთო პრობლემა. არა აქვს აქ მნიშვნელობა პოზიციის ამომრჩეველი არის თუ რომელიმე ოპოზიციის. საერთო რეალობის წინაშე ვდგავართ და ვფიქრობ, რომ ჩემი როლი ამ ეტაპისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ადამიანებამდე მივიტანო საჭირო ინფორმაცია და არა მხოლოდ ის, რომ აი რაღაც კონკრეტულ ასპექტში ჩვენ რაღაც გაჭირვება გვაქვს, არამედ გამოსავალი. როგორ შეიძლება რომ მოვაგვაროთ ესა თუ ის პრობლემა? ძალიან მნიშვნელოვან რამეს ამბობთ, იმიტომ რომ ადამიანების უმრავლესობას, ვინც აქციაზე იდგა და აღარ დგას,
ეს მორალური დილემა არ აქვთ, უბრალოდ კითხვა უჩნდებათ, მერე რა იქნება და ამიტომაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ გეგმებზე საუბარი და გეგმების დანახება ადამიანებისთვის, რაც გონია სწორი და რაც ჩვენი აზრით ნამდვილად არის სწორი. მოდით კითხვებს აქტუალობის მიხედვით მივუდგეთ, დავიწყოთ იმ კითხვებით, რაც დიდი ალბათობით საზოგადოებას აინტერესებს და ეს არის თუ რას ფიქრობთ თვითმმართველობის არჩევნებზე და მასში მონაწილეობაზე და როგორც მაგალითად ადამიანი, რომელმაც სულ ახლახანს დააფიქსირეთ გარკვეული პოლიტიკური განაცხადი, რატომ არ მონაწილეობთ თუნდაც იმ საარჩევნო მარათონში, რაც ახლა მიმდინარეობს. პირველ რიგში უფრო უკან გავიხედოთ არჩევნები, რომელიც უკვე ჩატარდა. არჩევნები, რომელიც მოგვარეს. ცხადია, რომ ეს არ არის ხელისუფლება, რომელსაც გააჩნია რაიმე ტიპის ბერკეტი იმისთვის, რომ იყოს აღიარებული ჩვენი მხრიდან. შესაბამისად, რაიმე გადაწყვეტილება უბრალოდ ადამიანის ორგანიზაციის არ აქვს მნიშვნელობა, რომელმაც ქურდულად მოიპარა ის ძალაუფლება, რომელიც დღეს ხელში აქვს ჩაგდებული, მისი გამოცხადებული რაიმე სახის ოფიციალური არჩევნები იქნება ეს თუ კანონი, ჩემთვის პირადად მიუღებელია. შესაბამისად, პასუხიც ცხადია. არ ვაღიარებ არც ერთ შედეგს, რომელიც დადგება თვითმმართველობის არჩევნების დროს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია გასაგებია, რომ ვისაუბროთ ბოიკოტის კამპანიაზე და თუ რას ფიქრობთ მეორე მხარეს წარმოებულ კამპანიაზე. რაც შეეხება ბოიკოტს. ცადეთ და სწორედ ის შედეგი, როგორც განვითარდა და რაც მოყვა ამ ბოიკოტს, ეს არის ჩვენი პრობლემა. არა ერთიანობა, თითქოს ჩვენ ერთმანეთს არ ვენდობით. ან მეორე მხარე. ფიქრობთ, რომ თქვენ გააკეთებთ ჩემს გასაკეთებელს. ჩვენ ერთმანეთის გასაკეთებელს ვერასოდეს ვერ გავაკეთებთ. შესაბამისად, ბოიკოტი, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც ისედაც უკვე ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესებს. აი კიდევ ერთი რომ დაუბრუნდეთ თქვენს წინა კითხვას, რატომ აღარ დგას ხალხი აქციაზე? იმიტომ რომ თქვენ გააკეთებთ ჩემს გასაკეთებელს, მე გავაკეთებ სხვის გასაკეთებელს, შესაბამისად, როდესაც პასუხისმგებლობებს ვიცილებთ თავიდან, მათ შორის არც ბოიკოტი არის შედეგიანი, არც აქციაზე დგომა არის შედეგიანი და არც რაოდენობა. ლოგიკურად მოიტანა კითხვა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, თქვენი აზრით, რატომ აღარ დგას იმდენივე ადამიანი რუსთაველის გამზირზე, რამდენი ძიდგა, რამდენიმე თვის წინ, იმის მიუხედავად, რომ ეს ადამიანები კვლავ არიან თანამოაზრეები და ოპოზიციური არბიტრი და ნამდვილად არ გამქრალან. თქვენი აზრი რომ გითხრათ? საინტერესო კითხვა არის, რადგან ხშირად ვფიქრობ ამაზე. ორი ალტერნატივა მაქვს და ვფიქრობ, რომ არის ორი მხარე ნამდვილად. ერთი, რომელიც ნამდვილად დაიღალა და ფიქრობს, რომ თუ დღეს ის არ დგას აქციაზე, მე ხომ დგავარ და მე გავაკეთებ მის გასაკეთებელს და მეორე მხარე ალბათ ის არის, რომელიც ხვდება, რომ რეალურად აქვს აზრი გაპროტესტებას და თან ეშინია. რა მოხდება იმის შემდეგ, როდესაც რეალურად დავდგებით იმის წინაშე, რომ ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს საწადელს და უშუალოდ დათმო პოზიცია ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ და შემდეგ რა იქნება. ადამიანებს ეშინიათ პასუხისმგებლობის აღების, თუნდაც იმ ადამიანს, რომელიც გვეთანხმება, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს და თავიდან იცილებს, ითქოს, აქაც თავისწელ პასუხისმგებლობას, ვინც მიაღწევს შედეგს, ის აიღებს პასუხისმგებლობას. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ესეც იქნება. საინტერესოა. სხვადასხვა სამოქალაქო საკითხზე თქვენი პოზიციის მოსმენის შემდეგ საინტერესო იქნება თუ გავიგებთ თქვენ თავად რატომ გადაწყვიტეთ რომ ახლა არის ზუსტად პოლიტიკური პროცესის დრო და თქვენ რამ გიბიძგათ რომ ჩაერთოთ ახალ პოლიტიკურ პროცესში და დააფიქსიროთ გარკვეული სახის პოლიტიკური ამბიცია. პირველ რიგში ჩემი გადაწყვეტილება
გამომდინარეობს პასუხისმგებლობის გრძნობიდან, რადგან აპროტესტებდე, კონდეს უსამართლობის შეგრძნება და ამისთვის არაფერს აკეთებდე, ალბათ არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა. ფიქრობ, ჩემი განათლებიდან გამომდინარე, მაქვს საკმაოდ თეორიული ცოდნა, არა პრაქტიკული, რადგან არასოდეს არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ ყოფილვარ და არ მაქვს პარტიული ბექგრაუნდი. მაძლევს იმის საშუალებას, რომ მივიღო სწორი გადაწყვეტილებები, თუნდაც სხვადასხვა ქვეყნის საფუძველზე, გავიაზრო პროცესები, როგორ მიმდინარეობს და გავიაზრო რამდენიმე ალტერნატივა, თუ როგორ განვითარდება ესა თუ ის მოვლენა და ავირჩიო საუკეთესო. მარიკა, რომ გაგვიზიაროთ, ზოგადად რა საკითხებზე მუშაობა გაინტერესებთ, თქვენ თავს სად ხედავთ და იდეალურ შემთხვევაში რა სფეროს რეფორმაზე იმუშავებდით და რა თქმა უნდა, როგორ გააკეთებდით ამ რეფორმას? საკუთარ თავს ხედავ უფრო განათლებაში, გამომდინარე იქიდან, რომ მაქვს ასევე გამოცდილებაც. შესაბამისად, ვიცი პრობლემები, რა პრობლემა სჭირდება დამუშავება, როგორი არის სხვა ქვეყნების გამოცდილება, იმუშავებს თუ არა ისა თუ ის რეფორმა. ყველაზე მოწყვლადი სფეროც არის, რადგან განათლება არ იწყება უნივერსიტეტში, განათლება იწყება თუნდაც სკოლამდელ ასაკის ბავშვებში. ეს სფერო არის ყველაზე მეტად დაზიანებული ერთ-ერთი, რომელიც ფაქტობრივად არ ასრულებს თავის ფუნქციას. რადგან ეს არის ფუჭი საქართველოში განსაკუთრებით მოძველებული მოდელი, ფუჭი დროის კარგვა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან შემორჩენილი სტრუქტურა სკოლებში, მათ შორის არ აქვთ თუნდაც მასწავლებლებს იმისი საშუალება, რომ თავიანთი მოდელი დატესტონ ბავშვებთან, მოსწავლეებთან. აქ არ მაქვს საუბარი განათლების სამინისტროზე, რადგან ეს ისეთი ჩაკეტილი სფერო არის, განსაკუთრებით ის ლიტერატურა, რითიც ბავშვებს ასწავლიან, ფაქტობრივად განათლებას არ იძლევა. შეიძლება ჩვენ გვქონდეს რაღაც წარმოდგენა, შეიძლება სკოლა, ცოტა უხეში მაგალითი არის, მაგრამ სკოლა დაამთავრა ბავშვმა ოქროს მედალზე, რომელმაც იცის ყველაფერი, რაც წიგნებში წერია, მაგრამ არა აქვს განათლება. რადგან განათლება უფრო ღრმა სფერო არის, ვიდრე ის თუ ვიმახსოვრებდეთ გაკვეთილებს. შესაბამისად, სრული რეფორმა არის საჭირო დაინტერესებული, მოტივირებული ადამიანები და საბედნიეროდ არსებობს მსგავსი მასწავლებლები, თუნდაც პროფესორები, რომელთაც სჭირდებათ მხოლოდ რეალი იმისთვის, რომ თავიანთი პოტენციალი წარმოაჩინონ. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეხეთ. ხომ არ არის ის საკითხი, რაზეც საუბარი გსურთ და ამ კითხვებში ამ ეტაპზე ვერ მოხვდა? არის კიდევ ერთი დავამატებ. საკმაოდ ფართო სფერო, პრობლემური, ეს არის ჩანდაცვა, მაგრამ არ მინდა ვთქვა სრულიად ჩანდაცვაზე, მინდა ვთქვა კონკრეტულ პრობლემებზე. საქართველოს მოსახლეობის 80% ალბათ ცხოვრობს რაიონებში, რეგიონებში, სადაც ჩანდაცვა არათუ ცუდად, ფაქტობრივად არ არსებობს. ვგულისხმობ ამბულატორიულ დაწესებულებებს. აქ არის ძალიან ბევრი პრობლემა. მათ შორის ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, დაუშვათ არ არის რაიონში ამბულატორიული დაწესებულება, მაგრამ არ არის იმისი საშუალებაც კი, რომ სიცოცხლე გადარჩეს და აქ იმას ვგულისხმობ, რომ დაზიანებული გზები, გვაქვს რამდენიმე მაგალითი, შეგიძლიათ ნახოთ, დაზიანებული გზის გამო, როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა ვერ ასწრებს დროულად მისვლას პაციენტთან და ადამიანი იღუპება. მარტივად ვამბობთ, მაგრამ ეს არის უკვე ნათელი მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფოსთვის არ არის პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლე. არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობთ, თუ რაიონში არ არის პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არც ქალაქში არ არის, უბრალოდ ჩვენ მეტი არჩევნის საშუალება გვაქვს, შეგვიძლია რომ საკუთარი თავი თვითონ გადავირჩინოთ. და უნდა დავსვათ კითხვა. რისთვის გვჭირდება ხელისუფლება? არალეგიტიმური თუნდაც, მაგრამ რადგან ლეგიტიმურად ასახებს თავს, რისთვის გვჭირდება ხელისუფლება, თუ მე უნდა ვიცხოვრო პირველ ყოფილ გარემოში, სადაც მე უნდა გადავრჩე და არ უნდა ვიცხოვრო. საკუთარ თავზე მე თვითონ უნდა ვიზრუნო. მაშ რას წარმოადგენს ის ხელისუფლება?
მადლობა. მადლობა მარიკა საინტერესო ინტერვიუსთვის. გისურვებთ წარმატებებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადამიანები გამოჩნდებით პოლიტიკაში და მოგეცემათ იმის საშუალება, რომ აკეთოთ ქვეყნისთვის სასიკეთო და დანერგოთ სასიკეთო რეფორმები. დიდი მადლობა. თქვენ უყურებდით რუბრიკას თავისუფლების მებრძოლთა კლუბს. ჩვენ დღეს ვესაუბრეთ მარიკა სარჯველაძეს, ხოლო მე გახლავართ კლეოპატრა ქარუმაშვილი. შევხვდებით.